ერთი საქმისთვის მივდივართ, მე მასე უყურებ საქართველოს ნაკრებშიო თამაშობ, არის მოგება და შენი ქვეყნის რაღაც სახელი გაწერე, ხა საქართველოს გვაწერია უკვე ქართულად დაგვეწერება ჩვენი ანბანით, ასე რომ პირველად, ანამდე ჯორჯია გვეწერა, კი. ძალიან მაგარია ეგეც, ხო, დროშა გახატია და რაღაც შენ ქვეყანა უნდა ასახელო და ხო და არაფერი განსაკუთრებულს ჩემი თამაშიც ეგ არა, რაღაც ჩემ თავზე ავიღო, რაღაც სწორი არის, გავაკეთებ და პროდუქტიული ვიქნები, იმიტომ რომ мотивация მაქვს და ეს დროშა מחატია და რაღაც რთულია რა თქმა უნდა შეუთამაშებელი, მაგრამ ეგეც უნდა გააცნობიერო რომ რთული არის, ახლა მე რო თქვა რომ არ ბრაზდები, რომ იქ ვიცი რომ მეტი შემიძლია და სულ ბრაზდები, ანუ ვიცი რამდენი შემიძლია, მაგრამ იქ თუ რაღაც მაგალითად სოფლიოს საუკეთესო 16 ქვეყანაში შევედით, ანუ მე ხო არ შევედი, ანუ ვიღაც იქ შევედით საქართველოს ნაკრები და ანუ ეს სახელებით არავინ არ ის ეროვნული ნაკრები იმ წელს გავიდა 16 საუკეთესოში და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით და რაც იქნება, როგორც იქნება, სულ ნოლი ქუა მქონდეს და რაღაც სხვა რაღაცას გავაკეთებ, რომ ან იქ სკამზე ვიჯდები და ტარს დაუკრავ, არ მაქვს მაგაზე არანაირი პრობლემა და როგორ პროდუქტიული სხვადასხვა რაღაცა შეიძლება იყოს, ან ყავს ადამიანებიც ვარჯიშზე იმდეს გვეხმარებიან, მოთხოვნა საერთოდ შეიძლება არ ითამაშონ, მაგრამ საერთოდ ვერ ხვდებიან ამდენს გეხმარებიან, ასე რომ შენი პატარა წვლილი უნდა გააკეთო და საერთოდ არ არის მანდ რომ ეხა პროდუქტიული არ ვიყავი, შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო ეხა და თავარი ეგაა.